Bir neçə gün bundan qabaq Marnur rayonunun təyin რამდენიმე დღის წინ მარნეულის მერი დაურ ისმაილოვი მოვიდა სასაფლაოზე და საკუთარი თავის რეკლამირება დაიწყო. დაახლოებით 10 მეტრი ტერიტორია გააწმენდინა. შემდეგ სოციალურ ქსელებში დაწერა, რომ მარნეულის ცენტრალური სასაფლაო გააწმენდინა. მოსახლეობისა და მეგობრებისგან მიღებული ზარების საფუძველზე მითხრეს, რომ სასაფლაოზე რეალურად არანაირი სამუშაო არ ჩადარებულა. 2 დღის წინ თავად მოვედი და ჩემს Facebook გვერდზე პირდაპირ ეთერი ჩავრთე. ადგილზე დავწმუნდი, რომ აქ სამუშაოები არ იყო შესრულებული. დაურ ისმაილოვმა უმრავლოდ საკუთარი თავის რეკლამირება მოახდინა და სასაფლაოს გამოყენებით PR-ის მიღებას სცადა. ამის შემდეგ სოციალურ ქსელში პოსტი გამოვაქვეყნე და ყველამ ნახა, რომ სასაფლაოზე სამუშაოები არ ჩატარებულა. მიღებული ინფორმაციის თანახმად დილის 5 საათიდან მარნეულის დასუფთავების სამსახური სასაფლაოზე მუშაობს. ეს ჩემი გამარჯვება არ არის, ეს ხალხის გამარჯვებაა. აქ არავინ მომიწვევია საკუთარი თავის რეკლამისთვის ან PR-ისთვის. ახლა სამუშაოები მიმდინარეობს და ყველას შეუძლია მოვიდეს და ნახოს. მინდა მივმართო მარნეულის მერიას და პირადად დაურ ისმაილოვს. ნუ მოატყუებ ხალხს საკუთარი რეკლამის მიზნით. ეს ხალხი არ არის ის ხალხი, რომელიც შენს ტყუილებს დაიჯერებს. სადაც არ უნდა რაიმე საქმე გააკეთოთ, როგორც ოპოზიციური პარტიის წევრი, იქ აუცილებლად მივალ და ამ საქმეს გავაშუქებ, რათა ხალხმა დაინახოს რეალურად კეთდება თუ არა რამე. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ მარნეულის ცენტრალური სასაფლაოს ჭიშკრის მოწყობა, 43 მანქანა ხრეშის შეტანა და წყლის სისტემის გაყვანა პოლონეთში მცხოვრები ჩვენი თანამემამულის, ჩინგიზის დახმარებით განხორციელდა. ეს მერიამ საკუთარ დამსახურებად არ უნდა წარმოაჩინოს. გუშინ საღამოს ჩინგიზი დამიკავშირდა და მითხრა, რომ თუ დასუფთავების სამუშაოები არ გაგრძელდებოდა, საჭირო ხარჯებს თავად დაფარავდა. სასაფლაო წმინდა და ხელშეუხებელი ადგილია და მის სისუფთავეზე ყველამ უნდა ვიზრუნოთ. დიახ, თითოეულმა ადამიანმა თავისი ახლობლის საფლავი უნდა გაასუფთავოს და მოინახულოს, მაგრამ ვინ აიძულებდა დაურ ისმაილოვს აქ მოსვლას და საკუთარი თავის რეკლამირებას? ეს იყო რეკლამა და სარეკლამო ხასიათის ქმედება. Bu reklamıydı. Reklam karakterli bir işiydi. ეს ყველაფერი ტყუილია, ამიდებინა გამომდინარე. შეჩერდა ბრიგადა, იმიტომ რომ როცა წვიმს ძნელია საერთოდ მაგის გაწევა და ამიტომ ჩვეულებრივ რეჟიმში გავაგრძელეთ დღეიდან და ალბათ ერთი კვირა მოუნდებით აქ მუშაობა დაახლოებით. აქ არაფერი პრობლემა არ არის. ანუ დავიწყეთ და დავამთავრეთ. ამიდებიდან გამომდინარე ვერ მოხერხდა მუშების გამოყვანა. წვიმა იყო და ასე შემდეგ. პირადღე მოუწია დასვენება. კი, 3 დღე იმუშავა ბრიგადამ ჩვეულებრივად დაახლოებით 15 კაცმა 6 საათით მუშაობდნენ და ანუ ამიდებენ შეგვიშალა ხელი და გავჩერდით პირადღე დასვენება იყო და დღეს ორშაბათია და გავაგრძელეთ. კომუნალურს საერთოდ გაცილებით ჩვენ ვატარებთ ყველგან. ანუ ღერის დავალებით, ანუ ყურბან ბაირამთან დაკავშირებით გაკეთდა ეს ასევე აღდგომის დღესასწაულები იყო იქ წერეთლში, თამარიშიც და რამოდენიმე ქართულ სოფლებში მოხდა ესეთი მუშაობა.